განსაკუთრებული მობილიზება და შეზღუდვები ოლიგარქის შვილის გამო. ბერა ივანიშვილი რამდენიმე დღე კურორტ გოდერძიზე ისვენებდა ოლიგარქის შვილის კომფორტისა და სიმშვიდისთვის კი სახელმწიფო სტრუქტურებმა საგანგებო მობილიზაცია გამოაცხადა. კურორტ გოდერძიზე და ასევე სასტუმრო ამბასადორში, სადაც ოლიგარქის მემკვიდრე 3 დღის განმავლობაში ცხოვრობდა, უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლისთვის საპოლიციო ძალები იყვნენ მობილიზებული. თეა ვაშალომიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით, რომელმაც გაარკვია უფრო მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში სათხილამურო კურორტზე. მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილმა დატოვა კურორტი გოდერძი და სასტუმრო ამბასადორი, დღეს უკვე ეს ტერიტორია არის თავისუფალი და ნებისმიერ შეუძლია გადაადგილება. ჩვენ გავესაუბრეთ ადგილობრივებს და ისინი გვიდასტურებენ, რომ 3 დღის განმავლობაში ნამდვილად იმყოფებოდა ბერა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კურორტზე. სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილმა ბრაზილიიდან მას შემდეგ ჩამოიყვანა ბერა, რაც შეიტყო ბუნებრივია მოსალოდნელი სანქციების შესახებ, მან განარიდა უცხოეთს და იგი ჩამოიყვანა ადგილობრივ კურორტზე დასასვენებლად. ჩვენ გავესაუბრეთ ადგილობრივებს და ვკითხეთ იმის შესახებ, თუ ვინმე თუ გააპროტესტა ბერა ივანიშვილის ყოფნა აქ და თუ უთხრა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ბოლო დროს ქვეყანაში, რას აკეთებენ ბიძინა ივანიშვილის სპეცრაზმელები, თუმცა ამის შესახებ ისინი ლაპარაკისაგან თავს იკავებენ, კომენტარს არ აკეთებენ, ბუნებრივია, სავარაუდოდ მათ ეკრძალებათ ამის შესახებ საუბარი. ერთხელ მოვგარეთ ვარ. როდის მოკარით, როდის იყო ეს? დაახლოებით. რამდენი ხნის წინ? დაახლოებით რო გითხრათ. ალბათ ერთი კვირაში. არაფერი არ უთქვია, აქ რატო გადაწყვიტა დასვენება? და ვისთან ერთად იყო? პირადი კომუნიკაცია არ მქონია. არ გასაუბრები არა? არ ვიცი ვინ იყო ეს ადამიანები მისთვის. ბევრია ხდა? არ ვიცი რაოდენობა არ დამიტყვი. მე აპროტესტა მოძებნეთ ეგ ადამიანი და მას ვიქით, მე არ ვიცი. ვინ მიგიშოვდა ჩვენ არ ანუ განსაკუთრებული დაცვა იყო თუ რატო? ხაჭი, აქეთ მოდი პირდა. ანუ ჩვეულებრივ რიგითი ჩვენ ადამიანები. ვესახურებთ აქ თეკი ჩულებთ არ. არა ხო? ვინ მიგიშოვდა თუ რო თქვით რა ხდებოდა ეს რო გითხრათ? ახლა იცავს დაცვა და მეც რო იყოს და ჩემი შვილიც რო იყოს, მასე იქნება დაცვა. რასთან ვერ მიხვიდოდი ახლოს, ხო? ახლა ვინ დაგვანახებს ახლა ჩვენ ბერას. თვითონაც არ გამოდიოდა ხალხში და რო გვენახა. არ გამოდიოდა. ცალკე გამოდიო, ხო სრიალებდა? ჩემ დროს არა. ახლობით რამდენი დღე ისვენებდა თქვენი ინფორმაციით? 3-4 დღე დაახლოებით. სულსულთან ერთად იყო, მეგობრებთან ერთად იყო. ცალკე სასრიალო ტრასა ჩვენი შენობა აქ არის და იქ რო მანქანებით ჩამოვიდნენ ეს დავინახეთ. ილისა თავისუფლებდნენ და მხოლოდ ბერას სრიალებდა? ჩვენ არ ვიცი. არა, უმეტესად საზღვარგარეთის ხალხია, ჩვენი ქართველები არ. ვინმე ხმა მოიღო? არ არიან ქართველები და ვინ მოგიღებდა? არა, პერსონალი მუშაობს და ვინ მოგიღებს ახლა ხმას? რატო რომ მუშაობს, იმიტომ არ შეიძლება ხმისა მოგება. და შენ რო მუშაობდი აქ დაცხობდე ხაჭაპურს სასალპეს აკეთებდა რა მუშაობდა? რატო ვერ გავაბა? არ მიუტან ტურისტს ის აკეთებს ერთი პროტესტა რო თუ შეახსენა ვინმე რომ მამა შენის გამო ამდენი აქციები ხდება, ამდენი ადამიანი. მე ვინ დამანახებს მაგას? კი, გაგვიგია. ჩვენ არ გვინახია, სეირნობდა ოჯახთან ერთად. მარტო იყო თუ ვინმე ახლა მეგობრები არა, მარტო და დაცვა. რამდენი დღის განმავლობაში იყო დაახლოებით? 2-3 მგონი. მოვიდნენ ვერცხლის. არა, მე მგონი მანქანები იყო ძალიან ბევრი. ხლა ჩემთან არანაირი ზომა არ ყოფილა, ხო და ამბასადორში რა ხდებოდა ნამდვილად არ ვიცი. ისე იყო გამკაცრებული ზომებით? კი, მე მგონი კი. დაცვა იყო. აი თავისუფლად სხვა ძალიან ბევრი დაცვა ყავდათ. მაგ სრიალებდათ ხალხი და არ ვიცი. ხებთან ერთად სრიალებდათ თუ არა მარტო? მან არ ვიცი სრიალებდათ თუ არა, ნამდვილად არ დამინახია. პოლიციაც იყო აქა? დაცვის გარდა პოლიციელებიც იყვნენ პოლიციის. არ დამინახია. ანუ ამბასადორი იყო გაძლიერებულად დაცვა. კი. ორდი მოლარიო და ის შეიძლება მეორესთან იყიდა და ზუსტად ვერ. არ გინახიათ? ჩემ მე პირადად ჩემთან არ ყოფილი. და ისე დაინახეთ? კი არ დავინახავთ. რო სრიალებდა არ დაინახეთ? არა. აი ვინმე ხო თქვა ვიღაცამ რომ ბერა ივანიშვილიაო ჩამოსულიო და სრიალებსო? არ დავინახავთ. Ну говори, что Иванишвили. მე აქ მუშაობ. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ივანიშვილი აპირებდა ჩამოსვლას. თავად არ მინახავს, რადგან მუდმივად ობიექტზე ვარ. თუმცა მისი ჩამოსვლის შესახებ გავიგე. აი როგორც გითხარით, ბერა ივანიშვილმა უკვე დატოვა კურორტი გოდერძი, აქ უკვე თავისუფალია გადაადგილება, შესაძლებელია ნებისმიერი თქვენთაგანი ამოვიდეს და კარგად დაისვენოს. ჩვენი ინფორმაციით ამ წუთებში ბერა ივანიშვილი შეკვეთილში იმყოფება და იქ ისვენებს.